საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, მინისტრებს, პრემიერ-მინისტრად წოდებულს, პარლამენტარად წოდებულს, მინისტრად წოდებულს, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს, აგრეთვე ხელისუფლებად წოდებული ბანდის გარშემომყოფებს, ექსპერტებად წოდებულს, ჟურნალისტებად წოდებულებს, სასაცილოებს და არასასაცილოებს. დღენიადა ყოველ დღეში 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ აკერიათ პირზე ერთი ჰაერში გასროლილი კითხვით გამოირჩევიან ისინი, ამბობენ, რომ რატომ ევროკავშირმა რატომ არ დაგმო 4 ოქტომბრის ამბები, გადატრიალების, რევოლუციის გადატრიალების ცდელობა, და ბურჭულაძე და მასთან ყოფები, ეს ხომ იყოს რაღაც ძალადობა სახელმწიფოზე და ასე შემდეგ და ვერ გაუგიათ, პასუხსაც ვერ იღებენ, მაგრამ თავადაც ვერ მიმხვდარან, რატომ ხდება ასე ბრიუსელი, ან რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი ბრიუსელი, როგორც ევროკავშირის ცენტრი, ან აქაური წარმომადგენლობა ევროკავშირისა, ერთხელაც კი მართლაც ყოველ ხერჩის კი ის იქნება თუ კაია კალას, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ხო? არავის არ უთქვამს არც ერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, მართლაც ასეა. ოღონდ ესენი განსაკუთრებით პაპუაშვილი, განსაკუთრებულად წუხან, ისე მაგათ რა უთხარი წუხილში, მაგრამ მაინც ამასთან დაკავშირებით ამბობენ ამას და ყოველ დღე როცა არ დაეზარებათ ხოლმე და არ ეზარებათ, გაიღვიძებს თუ არა სისხამდილით ევროკავშირი რამე თქვა, ხო? ასე წარმოაჩენს, თითქოს ეს აინტერესებდეს განსაკუთრებით პაპუაშვილს და ეს არის მართლა ან აინტერესებს ან არა უფრო ზუსტი რომ იყო და ასე შემდეგ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ახლა გამეორება ცოდნის დედა და მოდი ავხსნათ რატომ არ გაემიჯნა ამ ხნის განმავლობაში ძალადობას ევროკავშირი როგორც სივრცე, ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია, ევროკავშირი რომელიც ჩვენი ქვეყნის პარტნიორია მართლაც და თუ ძალადობა იყო, ლოგიკურიც არის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენსაც კი უნდა დაეფიქსირებინა, რომ რა სისულელია კაცო, ძალით დამხობა, დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი ხელისუფლებისა, კანონიერი ხელისუფლებისა არ შეიძლება აი აქ ამ წინადადებაში არის საკვანძო სიტყვა კანონიერი. იმიტომ რომ პირველ ყოვლისა ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის შემდეგი, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ევროკავშირი არ მიიჩნევს კანონიერ ხელისუფლებად. საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებად არ მიიჩნევს პაპუაშვილის მიერ დანიშნულ კობახიძეს და ასე შემდეგ დეპუტატებს, მინისტრებს, ministris მოადგილეებს, პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ პირებს და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ ცნობს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მიაჩნია სავსებით სამართლიანად, რომ 26 ოქტომბრის გასულ წელს არჩევნები გაყალბდა არა მხოლოდ იმ დღეს 26 ოქტომბერს რა გინდა რა მექანიზმების გამოყენებით, რა გინდა რა კარუსელებით, რა გინდა რა გაყალბებების მეთოდების გამოყენებით, შესაძლებლობების გამოყენებით, არამედ მანამდეც გაყალბდა, ანუ არ იყო კონკურენტული არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანია არ იყო თანაბარი, თანასწორი, ჰორიზონტალური, სამართლიანი, სამართლებრივი და ასე შემდეგ და ყველაფერი მანამდე რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ, მაშინაც ბანდა იყო, მაგრამ დე იურე ბანდა იყო, ახლა უკვე დე ფაქტო და დე იურე ბანდა ერთად არის, ხო დე იურე ბანდა აღარ არის დე ფაქტო ბანდა, ანუ სინდიკატია, ხუნტა პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვილაპარაკოთ, მანამდე რაც გააკეთა, ანუ 26 ოქტომბრამდე მიიღო რა 1 2 3 4 კანონი და შეზღუდა რა ადამიანების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეზღუდა რა არასამთავრობო ორგანიზაციები, მოახდინა რა სტიგმატიზაცია გარკვეული არასამთავრობო კი არა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისა, ყველა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქისა და ასე შემდეგ, ამან უკვე ჩააგდო იმ მდგომარეობაში ქვეყანა, რომლის შედეგადაც 26 ოქტომბრის არჩევნები კანონიერი ვერანაირად ვერ იქნებოდა, თუ ქართული ოცნება როგორც შემზღუდი, როგორც პოლიტიკური ბანდა, სინდიკატი, პარტია, რომელიც ყველაფერს მარწუხებში აქცევს, არ დამარცხდებოდა სესკოს მონაცემებით, თაც და სესკოს მონაცემებით პირველ ყოვლისა. მაგრამ რაღაცა სესკოს მონაცემებით არ დამარცხდა, ოღონდ დამარცხდა რეალურად, მაგრამ არ დამარცხდა.
ცესკოს მონაცემებით შესაბამისად ევროკავშირმა და მთლიან დასავლეთმა თქვა, რომ ეს ხელისუფლება წინარე საარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნებამდე განმარტავ, აკეთებდა რა ამგვარ საქმებს, ჩადიოდა რა ამგვარ დანაშაულებს ქართული სახელმწიფოს წინაშე, შესაბამისად მისი აღიარება, მისი ცნობა კანონიერ ხელისუფლებად და საქართველოს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის მმართველად არ შეგვიძლია, არ შეიძლება წარმოუდგენელია და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ევროკავშირმა მანამდე 26 ოქტომბრამდე და 26 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით გაწყვიტა ურთიერთობები. ეს ხო ფაქტია. ოღონდ ამ ურთიერთობების გაწყვეტაში ბრალეული არის პირველ ყოვლისა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც თავად იმდენი აკრიტიკა არასწორი სიტყვა, იმდენი აგინა პირდაპირ მნიშვნელობით დასავლეთი, რომ დასავლეთ ევროკავშირი, მათ შორის რომ დასავლეთი იძულებულიც იყო, რომ ეს ურთიერთობები ჯერ შეემცირებინა და მერე საერთოდ გაეწყვიტა და მოვსულიყავით, მოვგორებულიყავით, მოვთრეულიყავით გუშინდელ დღემდე, როდესაც გაფართოების ანგარიშში ევროკომისიამ თქვა ის, რაც თქვა და თქვა, რომ ხო, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ფუცელზე ინარჩუნებს, ის კანდიდატი ქვეყანა არის ფორმალისტურად, მაგრამ რეალურად ის კანდიდატი ქვეყანაც არ არის, არა კმაყოფილებს რა კანდიდატი ქვეყნისათვის აუცილებელ პირობებს და კრიტერიუმებს, აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ ვეღარ გადაინაცვლებს საქართველოს, აღარ ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ვეღარ გადაინაცვლებს შემდეგ კიბის შემდეგ საფეხურზე და შესაბამისად მოლაპარაკებათა თავები მისთვის, ანუ საქართველოსთვის ვერ გაიხსნება. მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. ეხლა ისევ იმ თემას დაუბრუნდეთ. არ აღიარებს რა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შესაბამისად მის წინააღმდეგ, ანუ დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ არც ერთ აქტს არც დადებითად და არც უარყოფითად არ აფასებს, არ აინტერესებს მის წინააღმდეგ რა ხორციელდება, იმიტომ რომ თავად ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა არის მისეული აღქმით და ობიექტურადაც უკანონო. მაგრამ ეს არის ერთი მიზეზი, ერთი ფაქტორი, რატომაც ევროკავშირი არ ეხმაურება, არ ეხმიანება საერთოდ 4 ოქტომბრის და სხვა პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინც ის არის შემდეგი. კერძოდ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, როგორც ძალაუფლების კვერთხის მფლობელი, ჩადის ქართული სახელმწიფოს წინაშე გაცილებით დიდ დანაშაულს, ვიდრე მის წინააღმდეგ შეცდომა დაუშვა რომელიმე ერთმა ჯგუფმა, რომელმაც დაიწყო ან არ დაიწყო, მაგრამ ოკეი, თქვათ ესე, დაიწყო გადატრიალება, თუ რევოლუცია, თუ ჯანყი, თუ ბუნტი, თუ დამხობა, თუ არა დამხობა, თუ ასე შემდეგ. ანუ ის, რასაც ჩადის ამ ხნის განმავლობაში 22 წლიდან და რეალურად 2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სახელმწიფოს სულისკვეთების, საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლების წინააღმდეგ დე-ფაქტო ხელისუფლება, ერთი ხანობა დე-იურე ხელისუფლება ქართული ოცნების სახით, არის უზარმაზარი დანაშაული და უზარმაზარ დამნაშავეს არავითარ შემთხვევაში არავინ არასოდეს არ გააправებს, არ შეეწინააღმდეგება. მე სხვაგვარად ავხსნი თუ გნებავთ. ვიცით თქვენ ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი ვინ არის, არა ყველაზე დიდი მთლად შეიძლება არ არის სწორია, ხო მოკლედ ვინმე, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება თუ არა რომ ვინმე მხარი, შეიძლება თუ რომ ვინმეს მხარი დაეჭირა, გეხსოვებათ ესეთი სერიული მკვლელი ჩიკატილოსთვის. დიახ, საქართველოს ხელისუფლება არის ჩიკატილო და ჩიკატილოს საზოგადოებრივი ადვოკატირება ან ინსტიტუციური ადვოკატირება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, თუ მის წინააღმდეგაც არ იღებოდა ადამიანის უფლებები, მაგრამ როდესაც ჩიკატილო მოქმედებაშია და ის კვლავაც მოქმედებს და ხოცავს ადამიანებს, ხო? ხოცავს ადამიანებს, აკუწავს ადამიანებს, ხო? ესე იყო ჩიკატილოსთან მიმართებაში, ხო? მისი საზოგადოება, მისი უფლებების ირღვევაო, არავინ არ ამბობს ამას. როდესაც დაასრულებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მართვას საქართველოში, თუ რამ იქნება ცუდი განხორციელებული მისი წარმომადგენლების, კობახიძის ასე მაგალითად, პაპუაშვილის მიმართ, ხო, არასწორი იქნება ვინმე აქტორი მათ წინააღმდეგ
უსამართლოდ მოექცევა, არ ექნება დაცვის ადვოკატირების უფლება, მართლმსაჯულება მათ მიმართ იქნება მიკერძოებული, გარწმუნებთ, რომ უკვე წასულები რომ იქნებიან, ევროკავშირი და არა მხოლოდ ევროკავშირი მათ უკლებლივ ყველას დაიცავენ. მაგრამ ახლა როდესაც ისინი მოქმედებაში არიან რა ახლაც სჩადიან დანაშაულს, ანუ განმგრძობითი დანაშაულია, შესაბამისად მათი ადვოკატი ვერავინ იქნება ვერც ქართული საზოგადოებიდან, ვერც უცხოეთიდან, ვერც დასავლეთიდან, კონკრეტულად ევროკავშირიდან, სხვაგვარადაც აუხსნებთ. მოდი ერთ წამს ჩავთვალოთ, რომ მე მივიჩნიე, რომ ასე მაგალითად რა მნიშვნელობა აქვს დავასახელებ, თინა ბოკუჩავა არასწორად დაესხა თავს შალვა პაპუაშვილს, მაგალითად. ანუ მართალია შალვა პაპუაშვილი ერთი არამშვენიერი დღე წარმოვიდგინოთ, ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც და თინა ბოკუჩავა მაგალითად ამ მნიშვნელობა აქვს დავასახელებ და თინა ბოკუჩავა არის მტყუარი. რას ვაკეთებ მე ხო მაქვს ბუნებრივი სურვილი თითქოს რომ დაჩაგრულია თქვა შალვა პაპუაშვილი დაჩაგრულის მიმართ კონდეს გარკვეული ემპათიაც ალბათ, მაგრამ განსაკუთრებით კონდეს ადვოკატის საზოგადოებრივი ადვოკატირების სურვილი, ხო, მისი. მაგრამ ხედავ რა რომ შალვა პაპუაშვილს უჭირავს დანა და ჩადის უფრო დიდ დანაშაულს თინა ბოკუჩავას კონკრეტულად ან ქართული სახელმწიფოს წინაშე, ანუ ის განმგრძობით დანაშაულს ჩადის ჩვენი ქვეყნის წინაშე, თინა ბოკუჩავას მიერ ჩადენილი დანაშაული ან შეცდომა უფრო ზუსტი რომ იყო დაშვებული თინა ბოკუჩავას მიერ, ერთგვარად შემომავიწყდება, იმიტომ რომ გადაფარვას როგორც ასეც თინა ბოკუჩავას შეცდომა დანაშაულისა ყოველწამიერად აკეთებს, რაოდენ დიდი ხმაურია აქ ქუჩაში, აკეთებს ახდენს პარავს დანაშაული შალვა პაპუაშვილისა, პარავს შეცდომა დანაშაულს თინა ბოკუჩავასი. საერთოდ დასავლეთი თავი და ევროკავშირის სივრცე და შეერთებული შტატები, დასავლური დემოკრატიული სივრცე არასოდეს დაელაპარაკება ივანიშვილს, ეს რომ ვიცოდით, რამდენიმე ფაქტორია, ერთ წამს ვახსენებ რუბიოს წერილს და მე უკვე სხვა ფაქტორებზე გადავალ, რომ ვიცოდეთ, რუბიომ სახელმწიფო მდივანმა გამოუგზავნა de-facto ლიდერს ერთი ქვეყნისა, რომელიც ოდესღაც იყო დემოკრატიის შუქურა, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომლის ხალხიც არის თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც მოწინავე პოზიციებზე იყო ყველა მიმართულებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის შვილების ჯარისკაცების იბრძოდნენ საერთაშორისო მისიებში, ამ ქვეყნის de-facto ლიდერს, ეს ხო საერთოდ სიგიჟეა, რომ de-facto ლიდერი გვყავს, ანუ ჩრდილოვანი მმართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახით, მაგრამ ოკეი, რუბიომ გამოაგზავნა წერილი კონვერტში ბუნებრივია ესე ქაღალდით ხო არ იქნებოდა პირდაპირ მნიშვნელობით, ქაღალდი კონვერტში იყო ჩადებული, ელჩმა მიუტანა ბიძინა ივანიშვილს. და ბიძინა ივანიშვილმა ეს წერილი არც მიიღო, ანუ კონვერტიც კი ხელში არ დაიჭირა, რომ ემანდ არ შემოხსნოდა, ემანდ არ გაეხსნა, ან ვინმეს არ გონებოდა, რომ ივანიშვილმა ეს წერილი წაიკითხა. მოკლედ, ივანიშვილმა კონვერტი ხელშიც კი არ დაიჭირა. ეს არის უზარმაზარი დანაშაული ქვეყნის წინაშე, არა პარტიის წინაშე, არა შვილების წინაშე. გავიგეთ ეს ყველაფერი პარტიის წინაშეც დანაშაულია და ვინიცის შვილების წინაშეც, მაგრამ ქვეყნის აწყოს წარსულისა და წარსულის აწყოსა და მომავლის წინაშე. გაშრა ელჩი და ეს წერილი ბუნებრივია წამოიღო და მაღალი ალბათობით უკან გააბრუნეს ვაშინგტონში და დააბრუნეს ვაშინგტონში და ეს წერილი ისევ დევს უტრირებს ხადია რუბიოს მაგიდაზე და პერიოდულად დახედავს ხოლმე სახელმწიფო მდივანი ამ წერილს და ვინიცის ნანობს კიდეც რომ საერთოდ გაუგზავნა, საერთოდ ეგონა რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წერილს მოკიდებდა ხელს, ამ კონვერტს მოკიდებდა ხელს და წაიკითხავდა წერილს, რომლითაც მიმართავდა რუბიოც და ზოგადად შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილს. ეს არის ერთი ამბავი, უპატიებელი შეცდომა. ამერიკის შეერთებული შტატები ამ პირს არასოდეს დაელაპარაკება. არასოდეს, ვინც ეს აკადრა ამერიკის შეერთებულ შტატებს, კონკრეტულად სახელმწიფო მდივანს, ან ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებს გაგიკევირდება და რუზველტსაც კი არა, ვაშინგტონს აკადრა, რეიგანს აკადრა, რა ვიცი, ტრამპს აკადრა, ტრამპის მტერ ბაიდენსაც კი აკადრა ეს ყველაფერი, ანუ ამერიკას როგორც სახელმწიფოს, ამერიკის თავისუფლების ქანდაკებას აკადრა ეს ყველაფერი კონგრესს, სენატს, თეთრ სახლს და რა ვიცი კიდე რას არა.
ამერიკის ისტორიასაგან. კარგით გავანებოთ ამასთან. ბიზინა ივანიშვილს აქვს სურვილი, კი არა, ამგვარ რამეს ამბობს დაახლოებით. თუ ელაპარაკებით ალიევს და ის ხო ავტორიტარია, მაშინ მე რატო არ მელაპარაკებით? მეც დამიძახეთ ავტორიტარი, დამიძახეთ თუ გნებავთ დიქტატორი, ოღონდ დამელაპარაკეთ. მას ბიზინა ივანიშვილს ვერ გაუგია, რომ ალიევი როგორც ავტორიტარი ერთ სიფრთხეზე არის გაჩერებული. მას არა აქვს აღმასვლა, ანუ არ უკეთესდება და მას არა აქვს დაღმასვლა, ანუ არ უარესდება. ის ერთ სიფრთხეზეა და მას არც აქვს სურვილი, რომ იყოს დემოკრატი, იყოს დასავლური მოთამაშე, იყოს დასავლური სივრცის ნაწილი აზერბაიჯანი. მას ალიევს ეს სურვილი არ აქვს, არც ლუკაშენკოს არ აქვს ამის სურვილი, ეგრა მაგის პასუხია, ის ამასთან ყველაფერთან ერთად ლუკაშენკოს და ალიევის ფორმალური მმართველები არიან, ისინი არ არიან ჩრდილოვანი მმართველები, მათ არ ხავთ დაყენებული მთავრობის თავმჯდომარედ თუ პრეზიდენტად ვინმე მარიონეტი, როგორც ივანიშვილმა საკუთარი მარიონეტები დააგვინიშნა პრეზიდენტად თუ პრემიერ-მინისტრად თუ პარლამენტის თავმჯდომარედ და ასე შემდეგ. ისინი წინწამ ოფიციალური პირები არიან. შეერთებული შტატები და მთლიანი დასავლეთი მათ ელაპარაკება კონკრეტულ საკითხებზე. ყოველდღე კი არა აქვს ტრამპს ურთიერთობა ალიევთან, არამედ როდესაც ტრამპს სჭირდება კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის დაფიქსირება და მაგალითად ტრამპის გზის აქ გაღთრევა, დამკვიდრება ამ პროექტის განხორციელებას, სწორედ მასში ესაუბრება ტრამპი ალიევს, ან როდესაც ტრამპს სჭირდება, რომ ბელარუსმა ესეც საკამათო იყო ბევრისთვის და მაგრამ რაღაც შედეგზე ორიენტირებული კი იყო, ბელარუსის მთავრობამ რომ გამოუშვას პოლიტპატიმრები, მხოლოდ ამ შემთხვევაში უკავშირდება ტრამპი ვინმე ლუკაშენკას. აქ ბიზინა ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ალიევის აზერბაიჯანისაგან განსხვავებით არც აღმასვლა, რომელსაც არც აღმასვლა აქვს და არც დაღმასვლა და სტაგნაციის მდგომარეობაშია საქართველოს დემოკრატიის ინდექსი. საქართველოს დემოკრატიის ხარისხი არის დაღმავალი, ანუ ჩვენ ვიყავით გაჩერებულები ნიშნულზე პირობითი ერთეულით 5 და ახლა ვართ 0.1. ალიევი იყო 0.1-ზე და იყო და არის 0.1-ზეახლაც. შესაბამისად, ვინც დაღმასვლას განიცდის, მასთან ლაპარაკი არ შეიძლება. გარდა ამისა, რაც ყველაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ ვიცოდეთ მაინც ივანიშვილი ადეკვატურ მოთამაშედ არ მიაჩნია დასავლეთს. ივანიშვილი არის შლეგი გიჟი, შლეგი კიდევ არასწორი სიტყვაა, თლად ორდინალური არასწორი სიტყვაა. ის არ არის ადეკვატური მოთამაშე, ის არ არის შერაცხადი მოთამაშე. დიახ, მთელი მსოფლიო შეურაცხადებით არის სავსე, ესე შეგვიძლია ვთქვათ სამხრეთ ამერიკაშიც, ჩრდილოეთ აფრიკაშიც, აზიაშიც, აზიურ სახელმწიფოებში, ევროპულ სახელმწიფოებშიც, განა არა, შეერთებულ შტატებშიც, ყველგან, მაგრამ ყველა მაინც რაღაცა სტრიმშია, რაღაც დინებაშია. მათი შეურაცხადობის ხარისხი არის რაღაც გარკვეულ კალაპოტში მოქცეული. ბიზინა ივანიშვილის შეურაცხადობის ხარისხი არის უკალაპოტო, ის გაჭრილია ველად და რასაკეთებს მისი ფეხი, არის ის მეორე ფეხმა. რასაკეთებს მისი მარცხენა, ჩემგან მარცხენა, ამ შემთხვევაში ნახევარსფერო არის ის მეორე ნახევარსფერო, თავადაც არის ის. რასაკეთებს ხელფეხს, იქნებს აბსოლუტურად როგორც შეურაცხადი პირი და შეურაცხადი, რომელიც სტაბილური არ არის. ხვალ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს და რაც თავარია უკაცრავად სიტყვის და კიდალა, ანუ გადამგდებია და ეს ვიცით, რომ დასავლეთმა მით უმეტეს კარგად იცის, რომ გადამგდებია. ხო, შესაბამისად მასთან ლაპარაკი, მასთან ურთიერთობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. აი ამის თქმა მინდოდა, მოკლედ შლეგი არა, შერაცხადი არა, ხო, შეურაცხადი უფრო ზუსტი რომ იყოს, შეურაცხად ბიზინას არც არავინ დაელაპარაკება არასოდეს და ამიტომაც არ ნებისმიერ ცუდ თუნდაც ქმედებას, ასე მაგალითად 4 ოქტომბრისა ბიზინას წინააღმდეგ არც არავინ არ დაგმობს, იმიტომ რომ ადეკვატური არ არის ბიზინა ივანიშვილი და არაადეკვატური და არაპროგნოზირებადი ბიზინა ივანიშვილის ადვოკატირება კი ხარაკირის ტოლფასია. ბიზინა ამას არც დაგინახავს, არც დაინახავს, არც შეუქებს
და პირიქით უარესსაც გააკეთებს, სისუსტეთ ჩაუთვლის დასავლეთს რომელიღაც ეტაპზე მასთან ნებისმიერ საუბარს ეთქმის, რომ აი ხო მიგიყვანე, მიგათრიე იმ გადაწყვეტილებამდე, რა გადაწყვეტილებაც მე მქონდა მიღებული, არა პოლიტიკის გატარებასაც მე გკარდახობდი ამდენი ხანიო. ნახვამდის.